ვისაუბრებთ ფრენბურთის წარმოშობის ისტორიაზე, ფრენბურთის მოედნის ზომებზე და ფრენბურთის თამაშის წესებზე. ფრენბურთის თამაში 1895 წელს გამოიგონა ამერიკელმა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს მინონეტი უწოდა. 1891 წელს ეს თამაში ქალაქ სპრინგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰასტედის ინიციატივით თამაშს ფრენბურთი უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. 1990 წელს ფირმა სპონდინგმა დაამზადა ფრენბურთის სათამაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები. 1922 წელს ბრუკლინში პირველი შეჯიბრება გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთისა და ხელბურთის ფედერაცია. 20-იან წლებში ასეთი ფედერაციები შეიქმნა SSR კავშირში, ბულგარეთში, ამერიკაში, იაპონიაში და სხვაგან. ეხლა მინდა გესაუბროთ ფრენბურთის მოედნის ზომებზე, რომლის სიგანე 9 მეტრია, სიგრძე კი 18 მეტრია, რომლის შუაში 253 სანტიმეტრის იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე სიმაღლეზე აღმართულია 1 მეტრის სიგანის ბადე, ხალებისთვის 224 სანტიმეტრის სიმაღლეზე. გუნდში 6 მოთამაშეა, მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია. გუნდებს თითოეულ ეტაპში 6 შეცვლის უფლება აქვს. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეების გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ანუ პოზიციები, რომელიც ახლა მდგანან მოთამაშეები. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრით მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთს ყოველთვის აწოდებს მოთამაშე, რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. აი საათის ისრით მიმართულებით, როგორ იცვლებიან მოთამაშეები, ან პირველი გადის მეორეს ადგილზე, მეორე გადმოდის მესამეს ადგილზე, მესამე მეოთხესთან, მეოთხე მეხუთესთან და ესე იცვლება ყოველი ბურთის მოპოვების შემთხვევაში. ხოლო ყოველთვის აწოდებს ის მოთამაშე, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, მოუწევს აი აქ ამ ადგილას დგომა, ანუ მოედნის მარჯვენა კუთხეში. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო, ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი. მატჩი ფრენბურთში 3 პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული პარტია კი 25 ქულამდე გრძელდება. ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ 2 ქულიანი სხვაობა, ანუ 25-ზე თამაში არ მთავრდება და გრძელდება 2 ქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე. ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევარს ცვლიან, ანუ ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები, ანუ ეს გუნდი გადადის მეტოქის მეორე ნახევარზე და პირიქით. აკრძალულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა. არ შეიძლება, ანუ ბადის მეორე ნახევარში გადავყოთ ხელი, ანუ ბურთის ჩაგდების მიზნით, რა თქმა უნდა. მეტოქეს ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი. ასევე არ შეიძლება, როგორც ხედავთ აი აქ, შუა ხაზი, თეთრი ხაზი, რომელიც არის აღნიშნული, არ შეიძლება ამ ხაზზე ფეხის დადგმა, გადაბიჯება, ასევე იმათ არ შეუძლია გადმობიჯება ან ერთმანეთზე შეხება, რომელიც ამას დაარღვევს, ანუ ფულა ეწერება უკვე მოწინააღმდეგე გუნდს. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ 2 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებული ბურთს შეეხოს მხოლოდ 3-ჯერ. ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. აი აქ მე დაგიხაზეთ, რომ კარგად აღიქვათ. აი
პირველი მაგალითად შეეხო აი ამ მოთამაშემ ბურთი და დააწოდა მის მეწყვილეს, შეეხო მეორეჯერ, გადააწოდა მეორე მოთამაშემ მესამე მეწყვილეს და მესამე შეხებით კი ბურთს აგზავნის მეტოქის მეორე ნახევარში. ანუ ყოველი მესამე შეხებაში ბურთი აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს მეტოქის მეორე ნახევარში. ვიდეოს კიდე კარგად უყურეთ, გადაავლეთ თვალი, რადგან კითხვები ზუსტად ამ ვიდეოდან, ამ ვიდეოს ირგვლივ იქნება დასმული. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.